დღეს ალბათ ყველა ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში. შეიძლება გჭირდებოდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე მოდელის გამოყენებაც. AI ჩატბოტების სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ხშირად გიწევს არჩევანის გაკეთება. ან უფასო შეზღუდული ვერსია, ან ძვირადღირებული პრემიუმ პაკეტი. შემდეგ ამ პრემიუმ პაკეტებს იმდენად ეჩვევი, რომ გიჭირს მათზე უარის თქმა და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ არ შეგიძლია, იმიტომ რომ ისინი შენ საქმიანობას ბევრად უფრო ეფექტურს და პროდუქტიულს ხდიან. ეს ყველაფერი კი არც თუ ისე მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. ახლა წარმოიდგინე, რომ შეგეძლოს არა მხოლოდ ერთის, არამედ ყველა საუკეთესო AI მოდელის გამოყენება უფასოდ და თანაც ერთ სივრცეში. დღევანდელ ვიდეოში მე გაჩვენებ, როგორ მიიღო ცდომა ყველაზე მძლავრ AI მოდელებზე, რომლებიც ბევრად აღემატება სტანდარტულ უფასო ვერსიებს და ფაქტიურად არ ჩამოუვარდება მათ პრემიუმ პაკეტებს. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გაწევრიანდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში, რომლის ლინკსაც ვიდეოს აღწერაში ნახავთ. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გირჩიოთ ჩვენი მეორე YouTube არხი წიგნისშია, სადაც ჩემი მეგობარი და კოლეგა ლაშა გაგაცნობთ როგორც ცნობილ კლასიკურ ლიტერატურულ შედევრებს, ასევე თანამედროვე ბესტსელერებს. გაეცნობით არა მხოლოდ ნაწარმოებების შინაარს, არამედ სიღრმისეულად ვისაუბრებთ იმ მთავარ იდეებზე, თემებზე, ალეგორიებსა და სათქმელზე, რის გადმოცემასაც ამა თუ იმ ნაწარმოების ავტორი ცდილობს. რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს მნიშვნელობა უკვე წაკითხული გაქვთ კონკრეტული წიგნი თუ მხოლოდ ახლა აპირებთ. წიგნის ჭია ორივე შემთხვევაში დაგეხმარებათ. მიიღოთ ნაწარმოებიდან ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე რომ, გადავდით ლინკზე, რომელსაც ვიდეოს აღწერაში დავტოვებ და გამოიწერეთ არხი. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი, ეს არის GeoAI-ის YouTube არხი და ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ პლატფორმაზე, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, გვაძლევს საშუალებას ჩვენთვის ყოველთვის კარგად ნაცნობი AI ჩატბოტები, AI მოდელები გამოვიყენოთ ერთ სივრცეში და თან გამოვიყენოთ ისინი უფასოდ. პლატფორმას, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ეწოდება LM Arena. LM Arena, ანუ სახელწოდება რომ გავშიფროთ, ნიშნავს ესე იგი Language Model Arenas, ანუ ენობრივი მოდელების არენას. თუ რატომ Arena, ამას ძალიან მალე გეტყვით. ესე იგი, ეს არის ჩვენი LM Arenas ვებსაიტი, როგორც ხედავთ, ძალიან მარტივი ინტერფეისი აქვს. ანუ ძირითადად ისეთი ინტერფეისი აქვს, როგორც აქვს ყველა ცნობილ LLM-ს. პირველი რაც სჭირდება, რა თქმა უნდა, არის ავტორიზაცია. ესე იგი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი Google-ის აკაუნთი და Google-ის აკაუნთის მეშვეობით გავიაროთ ავტორიზაცია, უნდა დავაჭიროთ login ღილაკს და შემდეგ მივყვეთ პროცესს, ძალიან მარტივი ავტორიზაციის პროცესი აქვს. ავტორიზაციის შემდეგ აღმოჩნდებით ამ ვებ-გვერდზე, სადაც როგორც ხედავთ, სტანდარტულად შუაში გვაქვს ესე იგი input-ის ველი, სადაც შეგვიძლია შევიყვანოთ ჩვენი პრომპტი. გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ აქ ესე იგი სურათების ატვირთვის ღილაკს, ანუ შეგვიძლია ავტვირთოთ სურათიც, web search-ი, ანუ web-ში ძიება და ასევე გვაქვს generate images, ანუ შეგვიძლია დავაგენერიროთ სურათები. მარცხენა მხარეს გამოჩნდება ჩვენი ჩატები, როდესაც დავიწყებთ ჩატების შექმნას, მარცხენა მხარეს იქნება ლისტი ჩვენი ჩატების. ზევით როგორც ხედავთ, გვაქვს leaderboard-ის სექცია. მოდი გადავიდეთ ამ სექციაში და ეხლა აგიხსნით, რატომ ქვია Arena ამ პლატფორმას, ანუ რატო შეიცავს სახელი სიტყვას Arena. ესე იგი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა ამ პლატფორმის არის რეიტინგების, leaderboard-ების შედგენა ჩატბოტების შესახებ. სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით. მაგალითად, ზევით შეგვიძლია გავფილტროთ ჩვენი რეიტინგების სიები სხვადასხვა პარამეტრის მეშვეობით მიხედვით. ანუ მაგალითად ტექსტის გენერაციის პარამეტრის შემთხვევაში, ანუ ტექსტის გენერაციაში მოკლედ ლიდერობს Gemini 2.5 Pro, რომელსაც მოყვება Claude, პრინციპში იყოფენ პირველ ადგილს Claude Opus 4.1. შემდეგ შეგვიძლია გავფილტროთ მაგალითად text to image გენერაციის მიხედვით, ანუ ტექსტიდან სურათის გენერაცია. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ადგილზე პრინციპში აქაც იყოფენ პირველ ადგილს ესე იგი Nano Bananas მოდელი და Seedream 4. Seedream 4 არის ესე იგი სურათების გენერაციის მოდელი, ჩინური მოდელია და მოიაზრებენ როგორც Nano Bananas კონკურენტს. შეგვიძლია ამაზე თუ გაინტერესებთ, კომენტარებში დამიწერეთ და შემიძლია ამაზეც გავაკეთო ვიდეო. მოკლედ, მაინც პირველ ადგილზე იდეაში არის Nano Banana და მე პირადად არ მიკვირს, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მოდელია, მოკლედ Google-მა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა სურათების გენერაციის მიმართულებით. ვისაც გაინტერესებთ Nano Bananas შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი წინა ვიდეო, სწორედ ამ მოდელზე მაქვს გაკეთებული, ლინკსაც ჩავაგდებ ვიდეოს აღწერაში. შემდეგ შეგვიძლია გავფილტროთ, ესე იგი, რეიტინგების სია, მაგალითად, ვიდეოს გენერაციის მიხედვით. ამ შემთხვევაში ლიდერობს View 3, შემდეგ გვაქვს მაგალითად Hailu,
Sidensიც ჩინური მოდელია, გვაქვს ასევე Clean AI და ასე შემდეგ. მოკლედ LM Arena-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ლიდერბორდების, ანუ რეიტინგების სიების შედგენა სხვადასხვა AI chatbot-ების შესახებ. კარგი, ეხლა დავუბრუნდეთ ესე იგი მთავარ გვერდზე. Როგორ ხდება ხმის მიცემა და როგორ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ამ რეიტინგების სიების შედგენაში, ამას ცოტა ხანში გაჩვენებთ. მანამდე მოდი ეს მენიუ ჩამოვშალოთ და ვნახოთ აქ რა ხდება. ესე იგი, გვაქვს სამი რეჟიმი. პირველი ეს არის battle, ბრძოლა, მეორე ეს არის side by side, გვერდი-გვერდ და მესამე direct chat. მოდი direct chat-ზე გადავიდეთ. ყველას გაჩვენებთ, ყველას მიმოვიხილავ. პირველ რიგში მოდი ვნახოთ რა მოდელები გვაქვს საერთოდ ამ პლატფორმაზე, რა მოდელები შეგვიძლია გამოვიყენოთ. როგორც ხედავთ, ავტომატურად არჩეული გვაქვს GPT-5 High, თუმცა აქ ხედავთ, რომ გვაქვს ესე იგი, თითქმის ყველა მოდელი, თითქმის ყველა AI chatbot-ი, როგორც უახლესი ვერსიები, ისე ძველი ვერსიებიც, ანუ უამრავი თუ რაიმე არსებობს და თუ რაიმე მე პირადად გამიგია, ყველაფერი არის მოკლედ. როგორც ხედავთ, გვაქვს მაგალითად Grok-ი, DeepSeek-ი, Qwen არის ჩინური LLM-ი, ესე იგი Alibaba-ს შექმნილი AI მოდელია, ასევე გვაქვს Claude, Mistral-ი არის ფრანგული AI, შეიძლება გაგიგიათ LeChat, ქვია მის LLM-ს, სხვა შორის დღითი დღე იხვეჭს პოპულარობას. ასევე, გვაქვს ChatGPT რა თქმა უნდა და მოკლედ ყველა ესე იგი თუ რამე არსებობს, თუ რამე chatbot-ი არსებობს, ყველა მოდელი არის აქ. აი გვაქვს Llama ასევე, Gemini, 2.5 Flash, 2.5 Pro და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა მოდელი გვაქვს აქ. კარგი, ეხლა მოდი ვისაუბროთ დანარჩენ რეჟიმებზე. ანუ direct chat-ი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ შეგვიძლია ვესაუბროთ, ნებისმიერ მოდელი ავირჩიო და ვესაუბროთ. Battle-ის შემთხვევაში რა ხდება? ესე იგი, Battle-ის შემთხვევაში, როდესაც გავაგზავნით prompts, სისტემა აირჩიოს ორ მოდელს რენდომად, ანონიმურად, ანუ ჩვენ არ გვეცოდინება, რომელი მოდელებია არჩეული, გვექნება მოდელი A, მოდელი B. და ორივე მოდელი დააგენერირებს პასუხს. შემდეგ ჩვენ რომელი პასუხიც მოგვეწონება, იმ პასუხს ავირჩევთ, ანუ იმ პასუხს მივცემთ ხმას, იმ მოდელს მივცემთ ხმას და ამის შემდეგ უკვე გამოგვიჩნდება, ესე იგი, რომელი მოდელები იყო ეს ორი მოდელი. ანუ ესე ხდება ხმის მიცემა. მაგალითად, ეხლა მოდი რა მარტივი კითხვა გავუშვათ. მაგალითად რა არის შავი ხვრელი? არ ვიცი ხა რამდენად მარტივი კითხვა ეს, მაგრამ მოდი გავუშვათ და ვნახოთ რა მოხდება. აი როგორც ხედავთ, ასისტენტი A, ასისტენტი B. ანუ ორივემ დაიწყო, ესე იგი, პასუხის გენერირება. მოდი დავალოდოთ ორივეს და მე ვნახოთ რომელი პასუხი ჯობია და ავარჩიოთ ერთ-ერთი. მოკლედ დააგენერირდა პასუხები, ესე იგი, ჩვენმა ანონიმურმა მოდელებმა დააგენერირეს პასუხები. ხა ამ შემთხვევაში რო გითხრათ რომ რაღაცა განსხვავდება თუ ერთმანეთისგან, დაახლოებით ერთი ზომის პასუხებია. და რო არ დავიწყოთ რა კითხვა და ამის გარჩევა, მოდი ერთ-ერთი ავიჩიოთ, აი რაღაც ეს უფრო უკეთესი მგონია რატომაც, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ვცდები. მოდი ავიჩიოთ, აი ქვემოთ შეგვიძლია მივიცეთ ხმა, ესე იგი, აქ თუ დავაჭერთ, ანუ ესე იგი მარცხენა პასუხი გვირჩევნია, ეს არის ფრე, ესე რომ ვთქვათ, ორივე პასუხი იყო ცუდი და მარჯვენა არის უკეთესი. და მოდი ავიჩიოთ ეს და ეხლა აი გამოგვიჩნდება რომელი მოდელები ქონდა არჩეული სისტემას. ესე იგი, ეს იყო Gemini 2.5 Flash, ეს იყო Qwen 3, ეს არის ჩინური მოდელი. მოკლედ ესე ხდება ხმების მიცემა ამ პლატფორმაზე, შეიძლება თქვენს მოსინჯო და თქვენს მისცეთ ხმა. აი, ამ რეჟიმზე უფრო მეტად საინტერესო არის მეორე რეჟიმი, რომელსაც ქვია side by side. ამ შემთხვევაში უკვე ხელით ვირჩევთ მოდელებს, ანუ შეგვიძლია ორი მოდელი ავირჩიოთ, ჩვენთვის ასურველი ორი მოდელი და ორივეს დავაგენერირებინოთ ერთი და იგივე პრომპტზე პასუხები. ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ, ხა არჩეულია Gemini 2.5 Flash, აქეთ Qwen 3. მოდი ავირჩიოთ GPT-5 chat-ი და ავირჩიოთ Gemini 2.5 Pro. პირველ რიგში მოდი გავარკვიოთ, რამდენად განახლებულ ინფორმაციას გვაძლევს, ანუ რა არის მათი ბოლო აპდეიტის თარიღი. ამისთვის მოდი მივწეროთ მითხარი დღევანდელი თარიღი. როგორც ხედავთ, ესე იგი GPT-5 chat-ი გვეუბნება, რომ დღეს არის 2024 წლის 16 თებერვალი, ხოლო Gemini 2.5 Pro გვეუბნება, რომ დღეს არის 2024 წლის 21 მაისი. ორივე მოდელმა მოგცა ძველი თარიღი და წელიწადზე მეტია გასული უკვე ამ თარიღებიდან. ამ შემთხვევაში ხა Gemini 2.5 Pro უფრო გვიანდელ თარიღს გვეუბნება რამდენიმე თვით, მაგრამ ორივე ძველია ფაქტია.
მაგალითად ახლა რო ვკითხოთ ChatGPT-ის ან Gemini-ის დღევანდელი თარიღი, ეს არის ესე იგი პლუს ვერსია GPT-ის. მოდი დავაკოპირებ. ამ შემთხვევაში, ну, რა თქმა უნდა, აქაც ორი პასუხი მოგცა GPT-მ. ორივე შემთხვევაში დღეს არის 27 სექტემბერი, 2025 წლის 27 სექტემბერი. ანუ დღევანდელი თარიღი მოგწერა ორივე შემთხვევაში. რაც შეეხება Gemini-ის, აქაც ესე იგი, ეს არის Pro პაკეტი და დღეს არის შაბათი, 2025 წლის 27 სექტემბერი. ხო, აქედან შეგვიძლია დავასწროთ უკვე რომ, ესე იგი, ერთ-ერთში 100%-ით, ну, რა თქმა უნდა, ეს მოდელები, ანუ გულისხმობ ფასიან მოდელებს, პრემიუმ პაკეტებს. ეს მოდელები აქ არ გვაქვს. თუმცა, მაგალითად ეხა რო გავამეოროთ ის კითხვა, რა არის შავი ხვრელი. და იგივე კითხვა გავაგზავნოთ, მოდი სხვა რამე ვკითხოთ პრინციპში. მაგალითად ვთხოვოთ დამიწერე სარეკლამო ტექსტი ახალი ფიტნეს აპლიკაციისთვის, მაგალითად. და ეს ტექსტი, ეს პრომპტი გავუშვათ ორივეგან, ანუ ორიგინალ პლატფორმას გულისხმობ. გავუშვათ აქ. აქაც გავუშვათ და გავუშვათ LM Arena-ზე და ნახოთ, შევადაროთ, როგორ პასუხებს დაგვიგენერირებს ეს ორი მოდელი. ну GPT-5 ბევრად უფრო ჩქარია ვიდრე Gemini. ესე იგი, ეს არის GPT-5-ის პლუს ვერსიის პასუხი, ეს არის LM Arena-ზე GPT-5 ჩატის პასუხი. როგორც ხედავთ, აქ უფრო ვრცელი პასუხი გვაქვს, ანუ LM Arena-ზე უფრო ვრცელი პასუხი გვაქვს. იდეაში უნდა წავიკითხოთ ახლა რომ გავარკვიოთ რომელი უკეთესია. ერთი შეხედვით, ახლა რასაც ვკითხულობ, ნორმალური ჩანს. რა შეეხება Gemini-ის, Gemini-იმ ესე იგი ორიგინალ პლატფორმაზე მოგცა სამი ვარიანტი, LM Arena-ზე აქაც მოგცა სამი ვარიანტი. რაღაცა თითქოს ერთნაირად მუშაობენ, ხო, ერთი შეხედვით. ამას თუ არ ჩავთვლით ახლა ამ აპდეიტის თარიღებს თუ არ ჩავთვლით. ну, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ისეთი სხვაობა არ აქვს. პირიქით ახლა მაგალითად ამ შემთხვევაში ეს უფრო ბევრად ვრცელი პასუხი ჩანს ვიდრე ეს და Gemini-ის შემთხვევაში ну დაახლოებით აქაც პრინციპში მგონი ეს უფრო ვრცელი ჩანს იდეაში. ну შეგინთ რა წერია პრინციპში ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო ესე ცოტა რთულია, ახლა თუ არ წავიკითხეთ, თუ არ გავარჩიეთ პასუხები, ცოტა რთულია გავიგოთ რომელი პასუხები, ანუ ესე იგი იგივე ტიპის პასუხები გვაქვს თუ ჩამორჩება ხარისხით ეს პასუხები. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ესე იგი მე რაც გავტესტე, ანუ LM Arena-ზე დაგენერირებული პასუხები უფასო ვერსიების პასუხებს, გულისხმობ უფასო ChatGPT-ის და უფასო Gemini-ის პასუხებს ბევრად ჯობს, ანუ ბევრად უფრო მაგარი პასუხები გვაქვს აქ ვიდრე უფასო ვერსიებზე. დანარჩენი უნდა გაიტესტოს, ან თქვენ შეგიძლიათ გატესტოთ და საინტერესო იქნება თქვენი აზრი კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ. ესე იგი, რამდენად ადეკვატურ პასუხებს იძლევა ეს მოდელები LM Arena-ზე შედარებით, თქვათ, ორიგინალ პლატფორმებთან. მოდი გადავიდეთ სურათების გენერაციაზე, რაც ჩემი აზრით უფრო მეტად საინტერესოა და იდეაში სურათების გენერაციაში უფრო კარგად გამოჩნდება, ესე იგი, სხვაობა, ესე იგი, LM Arena-ს მოდელებსა და ორიგინალ მოდელებს შორის. მოდი გავხსნათ ახალი ჩატი. ამ შემთხვევაში ავირჩევ, რა თქმა უნდა, Nano Banana-ს. მოდი პრინციპში ჯერ უნდა დავაჭიროთ სურათების გენერაციის ღილაკს. როგორც ხედავთ, არჩეულია Nano Banana, აქეთ ავირჩიოთ ესე იგი GPT-ის image 1 გენერაციის მოდელი და მოდი დავაგენერირებინოთ როგორც აქ, ასევე ორიგინალ პლატფორმებზე ერთი სურათი ყველა მოდელს. ამ შემთხვევაში მოდი ინგლისურად გავუწევ პრომპტს, შევქმნათ ესე იგი 8K ხარისხის ულტრა რეალისტური სურათი, მაგალითად წითელი ფერარის. გავუშვებ გენერაციაზე ამ პრომპტს და ასევე მოდი გავუშვათ, ავირჩიოთ სურათის გენერაცია და გავუშვათ როგორც GPT-ის ჩატში, ასევე მოდი ავირჩიოთ Nano Banana-ს მოდელი და გავუშვათ Gemini-ის ჩატშიც ეს პრომპტი. ხო, როგორც ხედავთ, ესე იგი LM Arena-ზე Nano Banana-ს მოდელმა უკვე დააგენერირა სურათი, რომელიც გამოიყურება საკმაოდ კარგად, საკმაოდ რეალისტურია, როგორც უკანა ფონი, ასევე მანქანა. GPT ცოტა ნელია. ხო. ну, ამ შემთხვევაში ნორმალურია რა, ვთქვათ, ეხლა რაღაც მაგარია თქო, არ არის მაგარი.
ხარვეზები აქვს ბევრი თან. Ну, ყოველ შემთხვევაში ნანო ბანანასთან ალბათ ახლოსაც ვერ მოდის. აქეთ რა ხდება? აქეთ ჯერ კიდევ აგენერირებს GPT-ს ჩატში სურათს და ეს არის Gemini-ის ჩატში. ხო, აქაც კარგია, გავს რაღაცნაირად ეს ორი სურათი ერთმანეთს. და ну, ჩემი აზრით ხა ვერ ვიტყვით, რომ ეს ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე შეიძლება პრინციპში ეს უფრო კარგია, არ ვიცი. დაახლოებით ერთ და იგივე ტიპის სურათია ორივე შემთხვევაში, მაგრამ აქ ხა ეს არის GPT-ს სურათი, ну, ეს სურათი ამ სურათს ხა ალბათ ბევრად ჯობია. ანუ ორიგინალ პლატფორმაზე გულისხმობ. ორიგინალ პლატფორმაზე უფრო კაი სურათი დააგენერირა. მაგრამ ნანობანანის შემთხვევაში, არ ვიცი, ნანობანანის შემთხვევაში შეიძლება პირიქით ეს უფრო კარგია რა. ხო, ну მოკლედ, ესე იგი, მე პირადად ეს ბოლო პერიოდი, როცა მას შემდეგ რაც ნანობანანა გამოვიდა, LM Arena-ს სურათების გენერაციისთვის ძალიან ხშირად ხმარო. ერთი დიდი პლუსი აქვს ის, რომ არ აქვს watermark-ი, როგორც ხედავთ Gemini-ის app-ში, ან მაგალითად Google AI Studio-ში თუ დააგენერირებთ სურათს, ყველგან მოყვება ეს watermark-ი და მე გიწერთ სხვა ედიტორებში მოკლედ ამის წაშლა. ამ შემთხვევაში LM Arena შემთხვევაში მოკლედ იღებთ მაღალი ხარისხის სურათებს, ნანობანანას გენერაციის მოდელს თუ გამოიყენებ და არ გვაქვს watermark-ი. რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარია. რაც შეეხება GPT-ის მოდელს, ну მოკლედ ხო ეს სურათი არ მომეწონა, აქ კიდევ უკეთესი შედეგი გვაქვს. აი მოდი ახლა GPT-ის ნაცვლად ავირჩიოთ Seedream 4, რომელსაც მოიაზრებენ კონკურენტად ნანობანანასი და მოდი პრინციპში გავუშვებ იგივეს და ნახოთ რა შედეგს მოგცემს Seedream 4. დრო დაახლოებით ერთ და იგივე დაჭიდა ორივე ესე იგი გენერატორს. ამ შემთხვევაში თითქმის ანალოგიური შედეგი გვაქვს, რაც წინა შემთხვევაში ჰქონდა. რაც შეეხება Seedream 4-ს, ეს ძალიან გავს, ესე იგი GPT-ის სურათს, აი ამ სურათს, პრინციპში რამის ერთ-ერთში იგივეა. ხო, ძალიან გავს. და ნუ მოკლედ, ჯერჯერობით მე ხა სიმართლე გითხრა Seedream რაღაც ძალიან ესე დეტალურად არ გამიტესტავს. ერთი-ორი სურათი დავაგენერირე. მაგრამ ამ შემთხვევაში ეხა აშკარად ნანობანანა მიშორია მე პირადად და ალბათ თქვენც ხო, იმიტომ რომ ეს თითქმის იგივეა, რაც GPT-მ დააგენერირა. აი, მოდი ერთხელაც ავირჩიოთ, ესე იგი GPT-ის სურათების გენერატორი და მოდი ერთი სურათის დავაგენერიროთ, ნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ამ შემთხვევაში რაც ბუნების სურათს დავაგენერირებ, მოდი მაქვს გამზადებული პატარა პრომპტი და პირდაპირ გავუშვებ. აქაც და მოდი გავუშვათ. აქაც გავუშვათ. ისევე როგორც Gemini-ის app-ში, ნახოთ რა შედეგებს მოგცემს. ხო, აქაც ნანობანანამ დაასწრო. კარგი სურათია იდეაში. ესეც კარგი სურათია პრინციპში. აქაც კარგი სურათი გვაქვს იდეაში, რეალისტური ფოტოა. შეგიძლია იფიქრო, რომ სურათია გადაღებული. ამ შემთხვევაში ну რეალისტურს გავს, მაგრამ აი ეს უფრო რეალისტურია ვიდრე მაგალითად ეს, ჩემი აზრით. იგივე შემიძლია თქვა ამას, აი აქ ქვებს რო დააკვირდები, რაც თითქოს სურათია გადაღებული, რა რეალისტურია. აქ ამ შემთხვევაში ხა მგონია, რომ ეს უფრო რეალისტურია ვიდრე ეს, მაგრამ ნუ დიდი სხვაობა იდეაში არ არის. რაც შეეხება GPT-ის მოდელს, ანუ ორიგინალ პლატფორმას გულისხმობ, ხო, აქაც ეს პრინციპში კარგია. ხო, აქ ახლა ამ შემთხვევაში სურათების შემთხვევაში, ესე იგი GPT-ის ორიგინალი პლატფორმა უფრო კარგ სურათებს აგენერირებს, შემიძლია ეს თქვა. რაც შეეხება ნანობანანას, ამ შემთხვევაში დიდი სხვაობა არ გვაქვს. კი არა და ფაქტიურად სხვაობა არ გვაქვს, ხო, იმიტომ რომ მე ხშირად ვაგენერირებ ხოლმე და ფაქტიურად არ გვაქვს სხვაობა რა, შემიძლია თქვა და პლუს არც watermark-ი გვაქვს ნანობანანის შემთხვევაში LM Arena-ზე. კარგი, ალბათ ყველას გიჩნდებათ კითხვა თუ ანუ რანაირად არის ახლა ესე უფასოდ სადამდე შეგვიძლია ვაგენერიროთ, იმიტომ რომ ვიცით რომ გენერაცია საკმაოდ ძვირიჭდება. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, ნანობანანის შემთხვევაში, ანუ მე პრინციპში LM Arena-ს ვიყენებ უფრო მეტად სურათების გენერაციისთვის. ნანობანანის შემთხვევაში, აი ესეთი მომენტი მქონდა, ანუ დაახლოებით აი 30-40 სურათის გენერაციის შემდეგ დამიწერა რამდენჯერმე რომ ლიმიტი ამოწურეო
და მე ახალი ჩატი გავხსენი და ესე იგი გაუშვა ისევ დააგენერირა, ან მეორე შემთხვევა იყო 1-2 წუთი მოვიცადე რა, მეტი არა. აი 2 წუთი მაქსიმუმ და მე ისევ გაუშვა დააგენერირა რა. რო გითხრათ რომ რაღაცა ლიმიტი აქვს და აი დამთავრდა დღეს ვეღარ დააგენერებ, ესე არ არის. 1-2 მქონდა ეგ შეზღუდვაც. და მაშინაც ძალიან ბევრი დავაგენერირე, მოკლედ. ხო, რაც შეეხება ხა ტექსტის გენერაციებს, სიმართლე რო გითხრათ ტექსტის გენერაციებისთვის მე პირადად დიდად არ ვიყენებ ფაქტურად LM-Arena-ს, თუ მინდა ხა რომელიმე სხვა მოდელი გავტესტო, მაგ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ძირითადად მაინც უფრო ორიგინალ პლატფორმებს ვიყენებ ხოლმე. მხოლოდ ამ ეტაპზე მხოლოდ სურათების გენერაციისთვის ვიყენებ. თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენ იყენებთ, ესე იგი უფასო ვერსიებს, ამ შემთხვევაში LM-Arena ბევრად უფრო მაგრად იმუშავებს. ანუ ბევრად უფრო უკეთეს პასუხებს მიიღებდა თან ყველა ეს მოდელი ერთ სივრცეში გაქვს. ესეც ძალიან დიდი პლუსია. შეგიძლიათ ნებისმიერი მოდელი აირჩიოთ, GPT იქნება, Gemini იქნება, Claude თუ ნებისმიერი მოდელი შეგიძლიათ აირჩიოთ და ერთ სივრცეში მოკლედ დააგენერიროთ ტექსტები იქნება თუ სურათები. ამ ეტაპზე მობილური აპლიკაცია არ აქვს LM-Arena-ს, მაგრამ შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერ ბრაუზერიდან მობილურზე, ანუ რესპონსული საიტია რა, მობილურზეც შეგიძლიათ ესე იგი გამოიყენოთ ეს პლატფორმა, აი მაგალითად ეხა Google Chrome-ში მაქვს გახსნილი, თუ ჩანს არ ვიცი, LM-Arena, ესე გამოიყურება, ანუ რესპონსული საიტია და შეგიძლიათ გამოიყენოთ. ორიგინალ პლატფორმებს აქვს გარკვეული უპირატესობები, მაგალითად ეხა GPT-ის შემთხვევაში აქ გვაქვს დამატებით სხვადასხვა ფუნქციები, რაც LM-Arena-ზე არ გვხვდება, მაგალითად Deep Research-ი, ან იგივე Agent Mode-ი, ან მაგალითად Canvas-ი, სადაც შეგვიძლია კოდი დავაგენერიროთ და შემდეგ ეს კოდი აქვე Canvas-შივე გავუშვათ. კოდის შემთხვევაში შორის საინტერესო იქნება, მოდი გავტესტოთ. მარტივი პატარა თამაში შევაქმნევინოთ LM-Arena-ზე ერთ-ერთ მოდელს, მოდი ეს გავთიშოთ. ახალი ჩატი გავხსნა და მოდი direct chat-ში ავირჩიოთ GPT-5 High იყოს და შევაქმნევინოთ Snake-ი, უმარტივესი თამაში, შექმენი თამაში Snake და მოდი გამოვიყენოთ JavaScript-ი. JavaScript-ი არის პროგრამირების ენა, ну ამ შემთხვევაში ხა არ შეიძლება თქვენ ამიცოთ და უბრალოდ კოდს რო დააგენერებს, მე გავუშვებ ამ კოდს და ვნახოთ როგორ შექმნის თამაშს. და იგივე გავაკეთოთ, მოდი ორიგინალ პლატფორმაზე. ავირჩიოთ Canvas-ი და გავუშვათ ჩვენი პრომპტი. დაგენერირდა მეგობრებო, ორივე შემთხვევაში პასუხები, ანუ ესე იგი ორიგინალ პლატფორმაზეც გვაქვს კოდი და აქაც დაგვიგენერირა GPT კოდი. მოდი გავუშვათ Canvas-ში ეს კოდი და ვნახოთ როგორი შედეგი გვაქვს. Play again. ანუ საკმაოდ კარგად შეასრულა დავალება. ესე იგი თამაში მუშაობს იდეალურად და დიზაინიც კარგი გვაქვს იდეაში. დავაპაუზოთ. დავარესტარტოთ. ყველაფერი მუშაობს. ეხლა მოდი დავაკოპიროთ კოდი LM-Arena-s პლატფორმიდან და ამ კოდს გავუშვებ ედიტორში. და ვნახოთ LM-Arena-ზე როგორი თამაში შეგვიქმნა. რა ხდება? დააჭირეთ errors restart-ისთვის. errors ვაჭერ, მაგრამ არ მუშაობს. მოდი დავარefresh. ну აქ ხა აშკარად ვერ გვაქვს ისეთ შედეგი, როგორიც ქონდა GPT-ის პლატფორმაზე. მუშაობს იდეაში. ხო, ну ამ შემთხვევაშიც მოკლედ GPT-ის შედეგი უფრო კარგი იყო და უკეთესი. თქვენც ალბათ დამეთანხმებით. კარგი, მოკლედ იდეაში სულ ეს იყო. ცოტა შეიძლება რაღაც ქაოტურად მიმოვიხილე, მაგრამ იმედია რომ რაღაც წარმოდგენა შეიქმნათ. მოკლედ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უფასო ვერსიებთან შედარებით LM-Arena ბევრად უფრო მაგრა მუშაობს და შეგიძლიათ გამოიყენოთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათების გენერაციის დროს. სურათებს, მაგალითად Nano Banana შემთხვევაში, რომელიც დღესდღეობით ეხა შემიძლია თამამად თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სურათების გენერატორია. Nano Banana შემთხვევაში თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პლატფორმა და watermark-ებიც არ გექნება. ასევე შეგიძლიათ გატესტოთ სხვადასხვა LLM-ები ერთ სივრცეში გაქვთ, ანუ ეს რეგისტრაციებიც არ გჭირდებათ არაფერი. ერთ სივრცეში შეგიძლიათ გატესტოთ და ნახოთ როგორ მუშაობს სხვადასხვა
LLM-ები. სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია სასარგებლო ვიდეო გამოვიდა და იმედია საინტერესო იყო. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დამიწერეთ კომენტარებში რის იხილავთ მომავალში, ყველაფერს გავითვალისწინებ. ეხლა კი დაგემშვიდობებით წავედი.